რა ხდება ჩემპიონთა ლიგის კულისებში. მე გაჩვენებთ იმას და ჩვენ გაჩვენებთ იმას, რასაც არ გაჩვენებენ ტელევიზიით. მაშასე გამოიწერეთ არხი და ჩაუჯექით ამ ვიდეოს. You okay? Yeah, good. You? Yeah, I'm good. Yeah. I've seen now. I have a picture. Yeah. You too? Of course. Let's get out. ნახეთ იაია თუ რა? რაღაცა ძლაბარკებოდი, ა? სურათად გადავიღე. გადაიღე უკვე? მაგათია შევი უცხარა, არ შედა. მაგრამ რო არ დაგელოდა იქ მე რო ეძებდი სტადიონზე ეგ არის. არა, უკაცო 20 წელი არ მინახია. შეცვლილია, რა. აი ის არის ეს. მაშასე დღეს ისტორიული დღეა ქართული ფეხბურთისთვის, ასე შეიძლება ითქვას, ვინაიდან დღეს საქართველოს ჩემპიონი იბერია 1999 ეთამაშება ბრატისლავას სლოვანს და თუ ამ ბარიერს გადალახავს ორი მატჩის ჯამში, მაშინ ის მოხდება მინიმუმ კონფერენციის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. მინიმუმ ევროტურნირის, ერთ-ერთი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე. რაც ნიშნავს იმას, რომ პირველად 2004 წლის შემდეგ მოხდება ასე, ვინაიდან 2004 წლის შემდეგ, მაშინ როცა თბილისის დინამო მოხდა, მაშინ UEFA-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე, ასე მე არც ერთი გუნდი არ მოხვედრილა შესაბამისად არც ჩემპიონთა ლიგის, არც ევროპა ლიგის, არც UEFA-ს თასის, არც კონფერენციის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. მაშასე ჩვენთან ერთად უყურეთ ამ თამაშს და ერთად უგულისხმობთ საქართველოს ჩემპიონს. ეს გადასაცმელი ვერაფრით ვერ მოვირგე, იმიტომ რომ არ არის ჩემი ზომა, პატარა ზომა არის, მაგრამ არა უშავს. მეგობრებო, ეხლა მე რა მინდა გითხრათ, აი ამ მოედანზე თქვა, იაია ტურემ გუშინ პრეს კონფერენციაზე, რომ ძალიან მომეწონა, კარგი მოედანიაო. მე მგონი ფეხბურთელებაც. ხო და ჯერ ერთი კვირის წინ ჩემპიონთა ლიგაზე იბერიამ აქ ითამაშა. მერე ორი დღის მერე დინამომ ითამაშა. მერე კიდე ორი დღის მერე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იყო და ორი მატჩი ითამაშეს. დღეს ისევ იბერია თამაშობს და ორი დღის მერე ისევ თბილისის დინამო ითამაშებს და თავარია ფეხბურთელებმა მოახერხონ თავიანთი ცოდნის და უნარების გამოვლენა. Yeah, man. After match. I will see you. ელოდებით მსაჯი ჩათვლის თუ არა მატჩის მეხუთე წუთზე გატანილ გოლს, რომელიც გაიტანა ბედოშვილმა.
არ ჩათვალა როგორც ჩანს დამაშგარელი. Additional time for the first half, 2 minutes. დასრულდა პირველი ტაიმი, მეგობრებო, ანგარიში 2-0, 0-2, ბრატისლავის სლოვანის სასარგებლო, თუმცა ეს არ არის ანგარიში, რა ანგარიშითაც უნდა მიმდინარეობდეს ეს მატჩი, იმიტომ რომ იბერიას ფეხბურთელებსაც აქვთ ნამდვილად კარგი მომენტები ამ მატჩში და არ მხოლოდ კარგი დარტყმებით არის თითქმის თანაბარი სტატისტიკა, არამედ კარგი სოლო რეიდები და ინდივიდუალურად ძალიან კარგად თამაშობს რამდენიმე ფეხბურთელი. და მეორე ტაიმში თუ მოუმატებენ, ნამდვილად შეძლებენ რომ მინიმუმ 1 ან 2 გოლი გაიტანონ და მერე უკვე აგერ ძალიან ბევრი მაყურებელია ნამდვილად ქომაგი მოსული და ამ ქომაგების მხარდაჭერით თუ ამას მოახერხებენ, მერე ადვილი შესაძლებელია რომ ეს თამაშიც მოიგონ, მაგრამ ჯერჯერობით ეს პირველი გოლის მომენტია გადასალახი. პირველი გოლი გაუქმდა სხვა შორის, რაც იბერიამ გაიტანა და მას მერე სტანდარტული სიტუაციიდან ორჯერ გაიტანა სლოვაკურმა გუნდმა. ხო და აი მეორე ტაიმში რა ცვლილებებს შეიტანს ანდრეი დემჩენკო და როგორ ითამაშებენ იბერიას ფეხბურთელები, ამაზე დამოკიდებული შეძლებს თუ არა იბერია ამ თამაშში გარდატეხის შეტანას და გოლების გატანას. ვამბობდი, ერთი გოლი გავიტანეთ. ფობულაძემ გაიტანა ერთი გოლი და ცოტა გაურკვეველ სიტუაციაში თან ხელს ითხოვდნენ 11 მეტრიანის დანიშნვას და თან დარტყამდა და მომენტში გავიდა გოლი. კიდე ამოწმებს ვარი, ის 2 გოლი იმათი არ შემოწმებია, ამათ ამოწმებს. აბა ვნახოთ. კიდე თამაშგარი 2 გოლი გაუუქმეს იბერიას. სულება აკუმბოლია ფეხბურთელებში ანდრია ბანკიშვილის ნაცვლად, რომელიც ერთ-ერთი ითამაშებს გიორგი მოცია, რომელიც 27. პენალტი თქოს სტადიონი, 2 გოლი არ ჩათვალა, 1 გოლზე ერთ დარტყმას არჩი დარტყმას თვითონ გადაეღობა და შემდეგ შეიცარიელი არბიტრი და მათ უმაღლესობას გამოხატავს თუნიზელი გოლჩინასტური ხომას.
დასრულდა მეგობრებო თბილისური მატჩი იბერია 1999-სა და ბრატისლავა სლოვანს შორის. გაიმარჯვა 2-0, 0-2 სლოვანმა. და მომდევნო მატჩი უკვე გაიმართება სლოვაკეთში. მატჩი მეტნაკლებად თანაბარი იყო, მაგრამ 2 გოლის გატანა მაინც მოახერხა ბრატისლავის სლოვანს. იბერიამ გაიტანა 2 გოლი, მაგრამ არც ერთი არ ჩაუთვალეს. ერთი გოლი სლოვანის შეიძლება და ასევე არ ჩათვლიყო, მაგრამ არ გადაამოწმა ვიდეომ საჯმა. ან გადაამოწმა და ვერ ნახა ვერანაირი ჯარიმა. ეხლა გაჩვენებთ პრეს კონფერენციას თუ რა სიტყვის მწვრთნელები და ამის მერე უკვე მომდევნო მატჩი იქნება თბილისის დინამოსა და ჟალგირის ლიეტუვურ კლუბ ჟალგირის შორის ორდღეში, ასევე დილაგორი ითამაშებს კონფერენც ლიგაზე. გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო. მოგითხარი რომ უშუალოდ ხომაგები ელოდება მართლა ამ თამაშს და დღეს შენ თვითონაც ნახავდი და ბიჭები ნახავდით რომ 91 წუთამდე იმის მოხედავთ რომ 2 თვით აგებდით 90% არ წასულა. მოედნიდან სტადიონიდან არ გასულა. ეს ნიშნავს რომ იმ თამაშით რაც ითამაშეთ მართალია თქვა მწვრთნელმა რომ ფინიში გიჭირდათ, მაგრამ ის თამაში რაც ცენტრში ითამაშეთ იმის საბრძოლოს აძლევდა გულშემატკივარს რომ ელოდა გოლს და აი ზუსტად ამასთან დაკავშირებით მას შეკითხვა. რის გამოსწორება შეგიძლიათ, აი დაფინიშებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თამაშს ახლა რასაც კომენტარებიც ავიკითხე, ნორმალურად აფასებს გულშემატკივარი არაურ იქნავს და აი ფინიში რის გამოსწორება შეგიძლიათ და აპირებთ შემდეგ თამაში. არ შეიძლება თამაშს დადებითად ლაკონოვია შეოხაზე ლაგაუნა უციან სულ დავამატეთ სახში. მაგრამ იყო ესეთი დადებითი ეპიზოდები თამაში მაგალითად ეს კლუბა შესაძლებელი იყო გარკვეულ მომენტებში და საჭმას იქონია გამოგენაჩვენზე რომ საწყა უსგავიურებენ და ვიუტეხებიან დაგინიშნავენ ცოტა ფსიქოლოგიურად მომხდარად. ჩემი აზრით პირველ პლანზეც იყო თამაში და ასე ვთქვათ პირველი გოლი გამოსწორ ჩვენ გატანა ერთ-ერთი განაცხადი იქნებოდა თამაში. ფეხბურთელმაც ჯიჟოლავამაც და მწვრთნელმაც ისაუბრა საჯზე და პირდაპირ და ღიად ისაუბრეს რომ ესეთი მსაჯობა ჩემთა ლიგის მეორე რაუნდში არ უნდა იყოს საკვალიფიკაციო რაუნდში. თუ ეთანხმებით ამასთან დაკავშირებით საჯის მიმართ კრიტიკას დაწერეთ კომენტარებში. ამ ვიდეოში გაჩვენეთ მეტნაკლებად კულისების ვიდეოები და ამბები რაც ხდებოდა დღევანდელ მატჩზე. ამიტომ გამოიწერეთ თუ გაინტერესებთ მომდევნო მატჩები, გამოიწერეთ ჩემი არხი და ალაიქეთ ვიდეო და დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.